დღეს მზიამაღლობელის საქმე გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმ ფუნდამენტურ უფლებებთან მიმართებით, რომელიც დაირღვა უკვე ამ ეტაპზე და საბოლოოდ ქვეყნის შიგნით ამოწურულია მათზე რაიმე ესეთი თავის შესაძლებლობა. ეს ეხება 6 მუხლს, რომელიც ამ საჩივარში ერთიანდება, მათ შორის არის მეხუთე მუხლი, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას უკავშირდება, როგორც იცით, მზიამაღლობელის მიმართ გამოყენებულია უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება, ისე რომ არ არსებობს ამის წინაპირობები და არ არის დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, რატომ იყენებს ამ საქმეზე პატიმრობას. ეს თემა არაერთხელ ყოფილა უკვე განხილვის საგანი ამ თვეების განმავლობაში, მაგრამ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ყოველ ჯერზე დატოვეს უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება და არ შეცვალეს ის, რაც შეეხება აპელაციას, მან დაუშვებლად ცნო ეს საჩივრები, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას შეცვლას ეხებოდა და ეს არის აშკარად დარღვევა მეხუთე მუხლის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ამიტომ საჩივრის ერთი ნაწილი ამას უკავშირდება, რაც შეეხება მეექვსე მუხლს, აქ სხვადასხვა პროცედურულ საკითხებზე და უფლებრივი ნაწილზეა საუბარი, მათ შორის იმაზე, რომ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც მოსამართლემ განჩინებაში აღკვეთის ღონისძიების დასაბუთებისას გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე მზიას ადმინისტრაციული დაკავება და სამართალდარღვევის საქმის წარმოება ისე, რომ თითქოს მას რაიმე ტიპის დანაშაულის ტოლფასი ქმედება ქონოდა ჩადენილი, ისე რომ ეს საქმეები ჯერ არც კი არის საბოლოოდ გადაწყვეტილი და ისევ მიმდინარეობს მათზე სასამართლოში განხილვა და მსჯელობა. ასევე რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს, უკავშირდება მათ შორის იმას, რომ ესეთი პატაკის საფუძველზე, ერთ-ერთი პოლიციელის პატაკის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა ანონიმურ წყაროს, მოითხოვეს მზიამაღლობელის ტელეფონის გახსნა და ინფორმაციის მოპოვება, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ არ გაითვალისწინა მოსამართლემ და პროკურორმა, რომ მზიამაღლობელი ჟურნალისტია, მას შეიძლება თავის ტელეფონში ქონოდა ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული, მათ შორის ანონიმური ან ისეთი წყაროები, რომელიც თავის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მას ჭირდებოდა და უაპელაციოდ, ისე რომ ამის შესაბამისად ამაზე არც კი უმსჯელია და არც კი გაუმახვილებია ყურადღება პროკურატურას და სასამართლოს, მისი ესეთი ჩანაწერების წვდომა მოიპოვეს ასევე უსაფუძვლოდ და ესეც არის საჩივრის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მეათე მუხლთან კავშირში არის დაყენებული საჩივარში. რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს უკავშირდება მე-18 მუხლს. მე-18 მუხლთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს ხოლმე მაშინ, როდესაც საქმეს აქვს პოლიტიკური мотиваცია, როდესაც აშკარად ჩანს, რომ ადამიანის მიმართ გამოყენებული უკანონო ქმედებები ატარებს არა ცალსახად მხოლოდ ამ უკანონო ქმედებებს აქვს სხვა ბუნება, ანუ მისი დასჯა ხდება პოლიტიკური ნიშნით, ანგარიშწორების მიზნით, მისი საქმიანობის, მისი პოლიტიკური мотиваციით დასჯას აქვს ესეთი სამაგალითო დასჯის ფორმა და მხოლოდ ის მიზანი, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ესე სამაგალითოდ სჯიან და ამით მათ შორის საზოგადოებაზე მოახდინონ გარკვეულწილად გავლენა და ამასთან დაკავშირებითაც საკმაოდ მყარი არგუმენტები არსებობს ამ საქმეში და გაგზავნილ საჩივარში ეს მუხლიც არის ამ მუხლის დარღვევის დადგენაც არის მოთხოვნილი. რაც შეეხება სხვა მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სისხლის სამართლის ბრალდების საქმეს, ეს საქმე ჯერ განხილვის ეტაპზეა, არასათანადო მოპყრობის საქმის ჯერ გამოძიების ეტაპზეა, ამიტომ ამ საჩივარში ეს თემები ჯერ არ არის დამატებული, თუმცა ამ საკითხებთან დაკავშირებით საჩივრის გაგზავნა შესაძლებელი იქნება მოგვიანებით, როდესაც მათზე ქვეყნის შიგნით ამოიწურება დაცვის შესაბამისი შესაძლებლობები. ანუ აქვე კითხავთ, დღეს არის ხდომა ბათუმში, რა ეტაპზე არის ეს ხდომა და აღკვეთის გადახედვასაც მოიწურდება? დიახ, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება მზიამაღლობელის სისხლის სამართლის ბრალდების საქმის განხილვა. ეს არის ერთ-ერთი ხდომა, რომელიც ისევ მოწმეთა გამოკითხვით მათი ჩვენებების მოსმენით გაგრძელდება და რა თქმა უნდა, დღეს ასევე მოსამართლეს მოუწევს იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების გადახედვასთან დაკავშირებით, რადგან კიდევ გავიდა ის ვადა რავადაშიც, ორთვიანი ვადა რავადაშიც მოსამართლეს უწევს ხოლმე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მსჯელობა. იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც მოსამართლე მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ არ შეიძლება მზიამაღლობელი რჩებოდეს პატიმრობაში, მისი პატიმრობის ყოველი დღე არის უკანონო და ეს უნდა დასრულდეს. ამის დასრულება დღესაც შეუძლია მოსამართლეს იმ გზით, რომ აღკვეთის ღონისძიება უბრალოდ შეცვალოს.